მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი შეხვედრების სერიას ახტიცოთი გიორგი თავაძესთან და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება იოანე ბატონიშვილის ნაშრომი ხუმარსწავლა, რომელიც არის ძალიან საინტერესო ნაშრომი. მოგეხსენებათ, იოანე ბატონიშვილი გახლდათ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის ვაჟი და ის იყო შესაბამისად ერეკლე მეფის შვილიშვილი. ძალიან ცნობილი ფიგურა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის, მან დაწერა ცნობილი ნაშრომი სჯულდება, შემდეგ როდესაც ბაგრატიონები გადაასახლეს პეტერბურგში, რუსეთში, იქაც აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა, წერდა სამეცნიერო კუთხით ენციკლოპედიებს ადგენდა და მათ შორის დაწერა ეს ძალიან საინტერესო ნაშრომიც, რომელიც არის მსხელტანიანი ნაშრომი და ბოლომდე რამდენადაც მე ვიცი, გამოცემული არ არის ქართულად. საბჭოთა პერიოდში 30-იან 40-იან წლებში გამოიცა ორი ტომი და ისიც მგონი არ იყო სრულად შეკვეცილი სახით იყო ოდნავ და შემდეგ აი ეს ორი ტომი, რომელიც ხელში მიჭირავს 90-იანი წლების დასაწყისში გამოიცა და ესეც არ არის დასრულებული სახით. ეს ნაშრომი არის ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ სკოლაშიც ერთობ გამოსადეგი და არა მხოლოდ სკოლაში ნაშრომის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ზოგადად იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს განათლება, თუ როგორი უნდა იყოს სწავლების პროცესი. ეგ რა ხდება ნაშრომში? ნაშრომში რეალური ფიგურა გამოყვანილია პერსონაჟად, ან იყო ასეთი ცნობილი ქართველი ბერი და შემდეგ მღვდელი იონა ხელაშვილი, რომელიც იყო ბატონიშვილების კარის მღვდელი იქ რუსეთში, ან წაყვა გადასახლებულ ბაგრატიონებს და იოანე ბაგრატიონს, ანუ ამ ნაშრომის ავტორს, იოანე ბატონიშვილს, პერსონაჟად გამოყავს იოანე ხელაშვილი. და იონას დაავალა ამ ნაწარმოების მიხედვით ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა, რომ წასულიყო და შეეგროვებინა მოწყალება მონასტრისთვის პურზე და ღვინოზე არის საუბარი. აღწერილი პერიოდი ეს არის აი მე-18 საუკუნის ბოლო, როდესაც საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს და მერე უკვე დასავლეთიც მიყვა ჩვენ ვიცით, მაგრამ დამოუკიდებლობის ბოლო წლებს ითვლის, ვიდრე რუსთა მმართველობა დამყარდება. და იოანე როცა წავა ამ დავალების შესასრულებლად, რაც მონასტრის წინამძღვარმა მას დაავალა, გზად შეუამხანაგდება მას ზურაბა ღამბარაშვილი, ესეთი პერსონაჟი, რომელიც არის გრიგორიანული რწმენის, ანუ სომეხად არის მოხსენებული და ეს დუეტი, რომელიც რაღაცნაირად მოგვაგონებს დონ კიხოტს და სანჩო პანსასთან, სახუმარო ამბებში აღმოჩნდება ხოლმე, დადის მთლიანად საქართველოში. იოანე უფრო სერიოზულია, უფრო კი არა სერიოზულია, მოდი ესე ვთქვათ, იგი ხვდება ადამიანებს, ესაუბრება მათ, უყვება ცოდნის მნიშვნელობაზე, ხოლო ზურაბა თავისი ხუმრობებით ამრავალფეროვნებს ნაწარმოებს და რაღაც კომიკური ელფერი შემოაქვს. შემდეგ უფრო რომ გავშალოთ ესა, როგორი სახის არის, ანუ იოანე მივა რომელიღაც სოფელში, იქ პატარა კომიკური ამბავი, ან რაღაც ამბავი გათამაშდება და შემდეგ როგორც წესი მას ეკითხებიან. აბა მაგალითად რა არის გეოგრაფია, აბა მაგალითად რა არის გრამატიკა, როგორი ბუნება აქვს წყალს, რა არის ქარიშხალი და იოანე ამაზე ხვდება და ყვება და შლის. ზოგიერთი საკითხი მაგალითად ქართული გრამატიკის გადმოცემა, იქ ფილოსოფიის გადმოცემა ძალიან ვრცელია. შესაბამისად ესე მიყოლებით ნაშრომის წაკითხვა ცოტა რთულია და შეიძლება დამღლელიც იყოს. გეოგრაფიის ნაწილიც ვრცლად არის გადმოცემული. ცალკე სპეციალობების მიხედვით ეს ყველაფერი საინტერესოა. თუმცა აი ახმადობის კუთხით შეიძლება რთული იყოს ამ ყველაფრის ერთ ასე ვთქვათ ჯამში მოქცევა. ამიტომაც ამ ნაშრომის აღქმა მე ვფიქრობ შედარებით გართულებულია. თუმცა ეს ნაშრომი ძალიან საინტერესოა და პედაგოგიკური თვალსაზრისითაც და მე ვფიქრობ რომ ის ქართული განათლების ფილოსოფიაში მნიშვნელოვან ესეთ საეტაპო ნაშრომს წარმოადგენს. აქვე აღნიშნავ რომ ნუცა კობახიძე და მე წერთ ინგლისურენოვან სტატიას, სადაც აი სწორედ სიბრძნესის როისაზე და ხუმარსწავლაზე გამომახვილებთ ყურადღებას და შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ეს ნაშრომი არის საეტაპო ნაშრომი ქართული განათლების ფილოსოფიის ტრადიციაში. დღეს გარკვეულ რამდენიმე ესეთ იდეა შემოგთავაზებთ, რომელიც ამას ეხება და ვფიქრობ მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. თუ იყენებენ უკვე კარგია თავისთავად და თუ ისინი თუ ვინმე არ იყენებს, მე ვფიქრობ ამ ნაშრომზე მითითებით და მისი გამოყენებით, ან ამ მეთოდების დანერგვით შეიძლება სასწავლო პროცესის გამდიდრება, გამრავალფეროვნება
და მისი უფრო შინაარსიანი, ასე ვთქვათ, რომ გახდეს ეს პროცესი. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ესე, ნაშრომში ბევრგან, სადაც იოანე დადის და ყველა ხვდება ადამიანებს, იგი ხშირად აღმოაჩენს უცოდინრობას, უვიცობას. ანუ ფაქტიურად იოანე ბატონიშვილმა ეს ნაშრომი რომ დაწერა, ის თავისი პერსონაჟის იოანეს სახით ებრძვის უვიცობას იმდროინდელ საქართველოში და ეს მისი ხედვით გაბატონებული არის ყველგან. ანუ იოანე მიდის მაგალითად ადამიანთან, რომელმაც წერა არ იცის და ცოლს ვერ წერს წერილს. იოანე მიდის თავშუად სამხედრო, ასე ვთქვათ, ესე იგი ოფიცერთან, ანუ იმდროინდელი საქართველოში, რომელმაც სამხედრო საქმე არ იცის. მიდის მოქანდაკესთან, რომელმაც ქანდაკება არ იცის, ანუ გამოაქანდაკოს, ანუ არავინ არ იცის თავისი საქმე და ხელობა. და შესაბამისად ეს ნაშრომიც ამიტომ ენციკლოპედიური შინაარსის არის. ანუ ის ცდილობს რომ ადამიანებს აჩვენოს, რომ ცოდნა პოზიტიური, ანუ ეს რაღაცის გაწაფვა, რაღაცის შესწავლა ეს არის მნიშვნელოვანი და თავისთავად ღირებული. ნუ აქ ახლა რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ეს ასპექტი რაღაც ისეთი არ არის, რაც იქნება რაიმე განსაკუთრებული. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ნაშრომის სათაური, ვფიქრობ და ამაზე ღირს ყურადღების გამახვილება, ეს არის ხუმარსწავლა. ერთ-ერთი პარალელური სათაური არის ასევე კალმასობა, თუმცა ჩემი აზრით ეს ამ ნაშრომის პედაგოგიკურ შინაარსს მე ყურადღებას უკარგავს. კალმასობა ნიშნავს ესე სახეტიალო წასვლას, რომ მოწყალება შეაგროვო, ხოლო ხუმარსწავლა შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. სწავლების პროცესში ხუმრობის და იუმორის შემოტანას. და მართლაც თქვენ ნახავთ, რომ იოანე თვითონ აი მოქმედი პერსონაჟი, რომელიც ესე იგი სასულიერო წრეს უნდა განეკუთვნოს, ანუ ჯერ იპოდიაკვანია, ანუ ჯერ დავალ საფეხურზე და მერე პერი უნდა გახდეს. ავტორს თვითონ იოანე ბატონიშვილს ბევრჯერ ყავს გამოყვანილი გაშარჟებულ სიტუაციებში. ნუ იქ რაღაც ხან მოშივდება და საჭმელს დახარბდება, ხან რაღაც ფულის ის მოუნდება, ანუ მთელი თავისი ადამიანური სისუსტეებით ყავს დახატული თვითონ იოანეს პერსონაჟიც. შემდგომ გარდა ამისა, როდესაც ის ამ ცოდნას გადასცემს ხოლმე ადამიანებს, ხშირად მათ შორის იმართება, ასე ვთქვათ, კენწლაობა და ისინი ერთმანეთს ეხუმრებიან, იოანე და მისი ოპონენტები, ან მისი თანამოსაუბრეები, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ანუ ხუმრობის მომენტი მუდმივად თან გასდევს ამ ნაწარმოებს და მე ვფიქრობ, ეს იოანე ბატონიშვილის რაღაცნაირი ხედვაც იყო და ამიტომ ეს სახელიც აქვს ამ ნაწარმოებს, რომ სწავლების პროცესი არ უნდა იყოს მძიმე და მოსაწყენი. მაშინ უნდა შედიოდეს სხვადასხვა მხიარული ელემენტი, რომელიც ადამიანს გაუადვილებს რთული საკითხების აღქმას. თან გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ეს სხვა რამითაც არის საინტერესო. კერძოდ, დღეს ჩვენ მიდრეკილი ვართ, რომ რაღაც საკითხები ძალიან სერიოზულად აღვიქვათ. რაღაც საკითხებს თითქოს ტაბუ ადევს და თუ კი ამ ჩვენი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით რაღაცნაირად ისე შეეხე, შეიძლება კი თქვან ვიღაცებმა, რომ აი ამას დასცინი, ამას შეურაცხყოფ და ასე შემდეგ. თვითონ ძალიან საინტერესოა, რომ მეფის შვილი, ხო, ანუ იოანე ბატონიშვილი, საკმაოდ ესე მსუბუქად და გაშარჟებულად წარმოაჩენს ხოლმე ხანდახან თვითონ ბაგრატიონთა ვითარებასაც, სამღვდელოების ვითარებასაც, ანუ მას გასდევს ესეთი მსუბუქი ტონი და ელფერი, რაც რაღაცნაირად სასიამოვნო საკითხავად ხდის ამ პასაჟებს. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არის აი აქ მოყვანილი, როდესაც იოანე მოხვდება დასავლეთ საქართველოში და მას მოვძებნი ამ ადგილს, მას შემოხვდება ეპისკოპოსი და ეტყვის, რომ თუ შენ აქაურობა ძალიან მოგწონსო, მაშინ დაათვალიერე და მომიტანე მილიონიო, უბრძანა მსახურს. და ბერმა, ანუ იოანემ, ახლა მე ვკითხულობ ამ ადგილს, თქვა თავის გულში, ვინ ამბობდა იმერეთის ღარიბობას მილიონები ჰქონიათ? ჩემ თავს ბედნიერად ვრაც, რომ ამისთან ამ დიდარს ადგილას მოვალ. უთუოდ 9 მილიონს მაინც მაჩუქებენ. ესე ფიქრობს იოანე. მე გამოვტოვებ ახლა რაღაც ადგილებს, წარვიდა მოლარე, მაგრამ ბერს თვალი კარისაკენ ეჭირა, რომ ოდეს მოიტანს მილიონსაო. და თქვა, ისე მეორებს, ბედნიერი ვარ, ამით რომ ყოვლად სამღვდელო მხიარულად ბრძანდება, ანუ მიტროპოლიტზე გულისხმობს და ღვინიცავსე უთუოდ ბევრს მიბოძებს. ვაი, ღვინოზეც არის, ანუ აქაც ეს მხიარული მომენტი შემოდის. და რომ გავიდა დრო, დაბრუნდა მოლარე და მოართვა დურბინი. ანუ ის მილიონს თურმე დურბინს უძახის. ოსმალურის ხელოვნებით ქმნილი. ქუთათელმა დაუწყო, ანუ ამ მიტროპოლიტმა იმ დურბინს გამართვა, ტყობა რაც აწყობა სჭირდებოდა და ბერი, ანუ იოანე დიდად შეწუხდა და თქვა, ესე როგორი მილიონია, ეს ხომ დურბინია თუ ჭოგრი. უი, ჩემ თავს იქნება ეს მაჩუქონ. ჩემს მონასტერში ამისთანაც ჩემს ბიჭებსაც აქვთ. და ამ ფიქრმან მოიცო ბერი და შეწუხდა, მაგრამ იოანე იმ დრო მილიონს ელოდა და გაწბილდა. და ამ დროს ზურაბამ წამოაძახა თავისმა კომპანიონმა, ბატონო, მიტროპოლიტს უთხრა,
ამბერს ეგონა მართლა მილიონს ფულს უბოძებდით და ეხლა ერთის მარჩილის ფასის, ანუ უფრო დაბალი ფასის დურბინს აძლევთ, ეს ხომ წუხარებით მომიკვდება. და ამაზე საინტერესოა მიტროპოლიტის პასუხი. მილიონი რომ მქონდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად დავждდებოდი, აქანა რას შეგაცივდებოდი. ანუ მოკლედ ეს იმერული აქცენტიც აქვს გადმოტანილი იოანე ბატონიშვილს და კომიკური სიტუაციაც აქვს აღწერილი და თვითონ ამას ხალხს გაუწმევ, ანუ მეფიშვილს, რომელიც ამავე დროს ამ ნაწარმოებში ხოთაშორის ყოველთვის იცავს რელიგიურ საკითხებს და აი გამანათლებლობის იდეებს სკეპტიკურად უყურებს ვოლტერს და ასე შემდგომ, მაინც აქვს ეს მხიარული ტონი და თავისუფლებას აძლევს თელრეთ საკითხებს უფრო სუბუქად და ლაღად შეხედოს. და აი რაღაცნაირად ეს სილაღე ჩემი აზრით უნდა თანსდებდეს პედაგოგიკურ პროცესს და ბევრ სხვა საკითხსაც განხილვადობის კუთხით, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენთან გარკვეული რაღაცები იდეალიზდება ტაბუირებულის კუთხით, რაც მე საერთოდ კრიტიკულ აზროვნებასაც გასახანს არ აძლევს და ახშობს. ხოლო ეს ხუმრობის ტონი, რომელიც თან გასდევს ამ პედაგოგიკურ პროცესს, ეგ ძალიან საინტერესოა და მთლიანად ნაწარმოებს გამსჭვალავს. კიდევ ერთი ასეთი მომენტი არის, იოანე არის მოგზაური. ანუ მასთან განათლების პროცესი მოგზაურობასთან ერთი ადგილიდან მეორე ადგილთან წასვლასთან არის დაკავშირებული. და ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მეტაფორულად გავიაზროთ განათლება როგორც მოგზაურობა, როგორც რაღაც ისეთი პროცესი, რომელიც არის უწყვეტი აღმოჩენა. სხვა შორის თუ გავიხსენებთ სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისაში, იქ ლეონიდს მოგზაურია, ხო, ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა მეფის კარზე, მაგრამ მანამდე ბევრი იმოგზაურა. და ეს განათლების პროცესი ამდენად მოგზაურობას უკავშირდება და ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გავიაზროთ. თვითონ განათლებასაც შეიძლება მივუყენოთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც არის რაღაცნაირი მოგზაურობა სულის, ადამიანის მოგზაურობა უფრო და უფრო მეტის შემეცნების პროცესში, რაც მეტის ნახვა, მეტის გააზრება, მეტ რაღაცაზე დაფიქრება. და ბოლოს მრავალ სხვა ღირსებასთან ერთად ეს ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ იოანე აისბერი, რომელიც იოანე ბატონიშვილს ყავს ასახული, მუდმივად ავლენს გაბედულად საუბრის თვისებას, რაზეც აი მე ადრე ერთი ლექცია ჩავწერე უფრო ვრცელი, ფუკო მიუძღვნა ამას თავის ლექციებში, ანუ საგრძნობი დრო და ადგილი დაუთმო, ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა პარესია, ანუ გაბედულად საუბარი და იოანე მუდამ ცდილობს მართლის მეტყველი იყოს, გააკრიტიკოს გარკვეული პირები, სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე მიუთითოს და ესეც განათლებას და მის პოზიციას უკავშირდება. ანუ ესე იგი იოანეს ფიგურა არ არის მხოლოდ რაღაც ისეთი ენციკლოპედიური ცოდნის მფლობელი, მასთან ცოდნა და კრიტიკა და დაფიქრება და წუხილი იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს, არის შემადგენელი ნაწილი. და ესეც ძალიან საინტერესოა, რომ ეს არ არის რაღაც სტერილური განათლება, რომელიც უბრალოდ ინფორმაციული ან რაღაც უნარების გადაცემით შემოიფარგლება. ხომ ეს არის კრიტიკული მომენტი. მართალია ხა იქ იოანე ბატონიშვილს ეს ბაგრატიონების ერთგულებაზე და აი ამ სარწმუნოების დოგმატიკაზე დიდი ყურადღება გამახვილებული და ეს არ არის რაღაც ბოლომდე კრიტიკული მსოფლმხედველობა. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ იოანე ამ თავის განათლებას იყენებს იმისათვის, რომ ქვეყნის ავკარგზე ისაუბროს და საჭიროებო საკითხები გააშუქოს და არავისი არ ერიდება. ამის გამო სხვათა შორის ხშირად ცემენ და ხან აპაურებენ, ხან თავში წაართმევენ და ასე შემდეგ, მაგრამ მუდმივად იოანე მაინც აგრძელებს ამის კეთებას. ამიტომ რომ შევაჯამო ახლა ცოტა მონიკა გადამწდა დრო, ეს არის ძალიან საინტერესო ნაშრომი და ვფიქრობ, რომ ამ ნაშრომიდან ნაწყვეტების შეტანა ან დაფიქრება იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს ამ ნაშრომმა პედაგოგიკური პროცესისთვის, იქნება ძალიან სასარგებლო ნებისმიერი მასწავლებლისთვის და ზოგადად პედაგოგიკური პროცესისთვის. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.